პირად რუკაზე მუშაობა ეს არ არის მარტივი იმ კუთხით, რომ ჩვენ გჭირდება რეალური პასუხისმგებლობის აღება საკუთარ ცხოვრებაზე, გაცნობიერება არიან ახლა ისეთები, რომელიც უბრალოდ აინტერესებთ პირად რუკაში რა ხდება, რა პოტენციალი აქვს, უბრალოდ თავის უფრო ახლოს გაცნობა რუკიდან გამომდინარე, ხომ? ესეც შვენივრად შეიძლება პირად რუკას გამოყენება ამ მმართველით, მაგრამ შესაძ შინაგანად კრიზისია, როცა არ ვიცით გზა საით არის, ხო, მაგალითად და ვერ ვაგვარებთ პრობლემებს, ან რაღაც არის ჩვენში, რომელიც ვერ გავხსენით, ვერ გავიგეთ ბოლომდე და აი რაღაცნაირად გარე სურათიდან გვჭირდება და ნახვა, აი ამაში მთავარი შეხვედრა საკუთარ ჩრდილთან, იქ სატურნთან, იქ იუპიტერთან, იმ ბავშვობასთან, რაც მთლიანად მთელი სფეროები ჩანს, პირად რუკაში ყველა სფერო ჩანს, შეგვიძლია მთლიანად დავინახოთ ადამიანის ენერგეტიკული ველი, ადამიანის აზროვნება, გრძნობები, იღბალი მაგალითად, მთელი პოტენციალი ჩანს ადამიანის რუკაში და იქ ვაკეთებ ხოლმე ანალიზს, სად არის გამოკვეთილი მთავარი პრობლემა, იმიტომ რომ რუკა გვაჩვენებს, რომ აი შეიძლება ყველაფერი კარგად იყოს, მაგრამ აი კონკრეტული რაღაც ერთი მონაკვეთი არის საკმაოდ პრობლემური და ვიწყებთ ხოლმე ამ პრობლემურ თემის გახსნას, გაშიფრვას. აქედან გამომდინარე, ფაქტობრივად ერთი სეანსი ახლა რომელიც მაგ დაახლოებით საათნახევარი 2 საათი გრძელდება ხოლმე ჩვენი შეხვედრა. ხონდ იმდენად ინტენსიური და იმდენად სიღრმისეული არის ეს ინდივიდუალური სესია, რომ და თან ჩანაწერსაც ვაკეთებთ და მე ხლა რატო ვლაპარაკობ პლუს სხვა არიან ხოლმე მაგალითად ასტროლოგიით დაინტერესებულები, ან უნდათ მომავალში ასტროლოგიაში შევიდნენ, გარკვეულწილად რეკომენდაციაც იქნება ჩემი ამ კუთხით იმუშაონ უფრო, იმიტომ რომ წლების განმავლობაში ჩავლებრივ ასტროლოგიაშიც ვიყავი მაგალითად, ხო, მაგრამ აი ეს ფსიქოლოგიის ცოდნა, სხვა პრაქტიკების ცოდნა, იქ სხვათაშორის იქნებოდა ეს სხეულზე ორიენტირებული თერაპია, ენერგეტიკული ბლოკების აღმოჩენა, გახსნა მაგალითად, უამრავი სხვა პრაქტიკა დამეხმარა, რომ ასტროლოგია უფრო ჩამერთო აი ამ პრაქტიკებში და რეალური შედეგიზე გავსულიყავით, ესე რომ ვთქვათ, იმიტომ რომ ძალიან ხშირად ყოველ დღე მაქვს კონსულტაციები და ძალიან ხშირად არის ხოლმე აი ამოსულ თქვასავით, აი კონსულტაციის შემდეგ, რომ აი ამოდის რაღაცა ისეთი, რომ აი კვანძი რო გაიხსნება, რასაც ქვია და გზა რო გამოჩნდება, იმედი რო გამოჩნდება. ჩემი მიზანიც არის კონსულტაციის, რომ უფრო ადამიანმა თავის ნამდვილ მესთან შეხვედრა მოახდინოს, არა ნეგატიურთან, არა ჩრდილთან, არამედ ნათელთან და ამ ჩრდილს რო ხვდებით, ჩვენ და შევხვდეთ უკვე ნათელი ენერგიით.